გამარჯობა, ძვირფასო რადიო მსმენელებო, აი დღეს პარასკევია, 4 საათი და ისევ შევხვდით ერთმანეთს ჩემ სივრცეში 50+ ქალბატონებისთვის და არა მხოლოდ. რა თქმა უნდა, რადიოს სივრცის სიხშირეზე FM 98 და 5 და ასევე კახეთში 102 და 3. ასევე რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გვიყუროთ, თვალყური გვადევნოთ ჩვენ Facebook გვერდზე, YouTube არხზე და დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში, შეგახსენებთ ტელეფონის ნომრებს 2 222 98 და 5 და 595 98 და 5 და 98 და 5. დღეს მინდა ვილაპარაკო სხვადასხვა სპა პროცედურებზე, ანუ როგორ გითხრათ, მე დიდად არ ვარ სპა პროცედურების მოყვარული, მაგრამ საქართველოშიც და საზღვარგარეთაც სასტუმროებში ყოველთვის ყურადღებით ვეცნობი ხოლმე და თუ მაქვს საშუალება ერთვე პროცედურებს ვიტარებ. მაგრამ ერთი თვის წინ ალბათ დამპატიჟეს თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტში, ესე ვთქვათ. და იქ ჩავიტარე ერთ დღეში 5 პროცედურა და მინდა გითხრათ რომ აღფრთოვანებული წამოვედი. ჯერ მინდა გითხრათ რომ თვითონ რომ მივედი ბალნეოლოგიურ სპა კურორტში. ეს არის უძველესი შენობა, რომელიც ეხლა გავიგე დაარსებულა 1927 წელს და როგორ აქვს შენარჩუნებული ეს ისტორიული პირველ სახე ამ შენობას და რომ შედიხარ აბსოლუტურად აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, აპარატურით, საოცარ კვალიფიციური პერსონალია. ეხლა ცოტას მოგიყვებით პროცედურების შესახებ, ანუ ჩავიტარე კლეოპატრას აბაზანა, ესე ქვია. ნუ საოცრება, აი მართლაც თავი ვიგზენი დედოფლად, კლეოპატრად. ანუ წვები რძის და თაფლის ნაზავ აბაზანაში, გაყრიანა ვარდის ფურცლებს, ჯერ როგორი საოცარი სანახაობაა. ამოვედი, კანი მქონდა აბსოლუტურად დატენიანებული. ჩავიტარე სპა კაფსულა, ესე ქვია ამ პროცედურას, ანუ ულტრაისფერი ნათურებით არის გაჯერებული ეს კაფსულა და დეტოქსია ორგანიზმისთვის, ასევე კანის სიმშრალეს ალაგებს კარგად. ასევე ჩავიტარე სახის მიოლიფტინგი. ნუ არ ვიცი, ესე იგი მთლიანად წავიდა ეს ჩემი კანი და ზევით. არ საოცარი ლიფტინგის პროცედურა იყო, როგორც მასაჟისტმა მითხრა, კვირაში ერთხელ ტარდება ეს პროცედურა და აბსოლუტურად თუ რეგულარულად ჩავიტარებთ, შეგვიცვლის ბოტოქსის ინექციას, შემავსებლის ინექციას, აღარ დაგვჭირდება ეს ზედმეტი პროცედურების სახეზე და მინდა გამოვყო 2 საოცარი პროცედურა, შარკოს შხაპი და წყალქვეშა მასაჟი, რომელიც ჩატარდა გოგირდის უნიკალური წყლებით და ნუ რა ვიცი, აი აღარ ვიცი, წამოვედი აბსოლუტურად სტრესი მოხსნილი, დაღლილობა მოხსნილი, აი რაღაცა თითქოს დავფრინავდი, კანი დატენიანებული, სახე დალიფტინგებული და აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ფოიეში აქვთ საოცარი კაფე, სადაც გამალევინეს უგემრიელესი ყავა და მე ეგეთი ჟანგბადის კოქტეილი მართლა პირველად ვნახე. აი ესეთი იყო სულ ამოფუშფუშებული, ჯერ კოვზით მიირთმევ ამ კაფს და შემდეგ მოყვება ქვევით რაღაც აი მწვანე ვაშლის გემოზე დამზადებული სასწავლის სასმელი, აი მართლაც რომ ჟანგბადით აგავსებს. მოკლედ ეს თემის დაბეჭდილებები გაგიზიარეთ და ამიტომ დღეს სტუმრად მყავს უმშვენიერესი ქალბატონი, თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის აღმასრულებელი დირექტორი სალომე ყვავილაშვილი, რომელიც ჩემზე უკეთ მოგიყვებათ ყველაფერს ამ საოცარ სპა კურორტზე. გამარჯობათ სალომე, ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან სტუმრად. გამარჯობა ნათია, დიდი მადლობა და გადაგიხატოთ დაპატიჟებისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მსმენელს. მადლობთ და პირველი შეკითხვა მინდა დაგისვათ, თუ ჯერ როგორ მოახერხეთ, რომ ესეთი ისტორიული შენობა, ესეთი თანამედროვე აპარატურით აღჭურვეთ და აი საერთოდ როგორ ახერხებთ, რომ აი ამ ხელ ასპექტი გაქვთ პროცედურების, ესე იგი რაც მე ვნახე, სამედიცინო რეაბილიტაცია, ჯგუფური ვარჯიშები, სხეულის მოვლა, სახის მოვლა, აპარატურული კოსმეტიკის აპარატები, ესე ვთქვათ, სოლარიუმიც კი გაქვთ და აი როგორ ახერხებთ ამ ყველაფერს? პირველ რიგში ეს დამსახურებული არის მთლიანად ჩვენი გუნდის, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრს შრომობთ, ვიზრდებით, ვითარდებით, რომ მივიღოთ ის სასურველი შედეგი, რაც ჩვენ გვინდა. 2017 წლიდან დავიწყეთ ბალნეოლოგიური კურორტის განვითარება, თუმცა როგორც თქვენ აღნიშნეთ, 37 წელს ააშენდა ბალნეოლოგიური კურორტი და ფუნქციონირება დაიწყო 1938 წელს.
ჩვენი მიზანი პირველი რაც იყო, რომ შენობას უნდა შეენარჩუნებინა ის ძველი პირვანდელი სახე და პრინციპში 5 წლის განმავლობაში მიდიოდა აქტიური რემონტები და ეხლაც მიდის რემონტები სხვადასხვა მიმართულებით, იმიტომ რომ ალბათ ცოტა მოგვიანებით გესაუბრებით ჩვენი განვითარების ეტაპზე. და 8 წლის წინ უკვე დავიწყეთ ფიქრი, რომ მარტო ბალნეოთერაპია არ უნდა ყოფილიყო, მოთხოვნა რისიც იყო ბაზარზე, ეს იყო wellness spa მიმართულება, სამედიცინო მიმართულება აუცილებლად და რეაბილიტაცია, აბილიტაცია. არ შეიძლება ბალნეოთერაპიის, ესე ვთქვათ, კურსის ან პროცედურების ჩატარება თუ არ გაივლის ექიმთან კონსულტაციას, თუ არ ჩაიტარებს რამოდენიმე კვლევებს. ამიტომ ერთმანეთთან მოითხოვდა საჭიროებას, რომ ეს სრული სპექტრი ყოფილიყო აქ და ამ ეტაპზე გვაქვს 4 მიმართულება ჯერჯერობით. ეს არის სამედიცინო, რეაბილიტაცია, აბილიტაცია, wellness spa და რაც ჩვენთვის ყველაზე, ესე ვთქვათ, ძირითადი core მიმართულება, რაც არის ბალნეოთერაპია. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი მინერალური წყალი, გოგირდოვანი წყალი, ჩვენ გვაქვს ჩვენი ტალახები და ამ მიმართულებით მკურნალობთ როგორც პაციენტებს და არა მარტო პაციენტებს ვემსახურებით, ჩვენ ვემსახურებით მომხმარებლებსაც. ეხლა კიდევ შეკითხვა მაქვს, ანუ ჩვენი გადაცემა 50+ ქალბატონებისთვის არის და აი მათთვის უფრო რომელი პროცედურებია განკუთვნილი? 50 წლის შემდგომი ქალბატონებისთვის აუცილებელია ის პროცედურები, რაც გვაქვს. აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრება. აუცილებელია რომ მოვიწესრიგოთ შინაგანად ყველაფერი, რომ გარეგნულადაც კარგად გამოვიყურებოდეთ, ანუ ჯანმრთელი სხეული უნდა გქონდეს. ძალიან ბევრი მომსახურება გვაქვს. პირველ რიგში მინდა დავიწყო აკვაერობიკით და ჰიდროკინეზიოთერაპია მინერალურ წყალში, იმიტომ რომ ეს ჰიდროკინეზიოთერაპია, ესე ვთქვათ, ძვალსახსროვანი სისტემისთვის უნიკალური არის, ინსომნიისთვის, ანუ ძილის პრობლემების შფოთვები, ჭარბი წონა. 50 წლის ზევით ქალბატონებისთვის აუცილებელია დენსიტომეტრია, დიახ, ძვლის სტრუქტურის განსაზღვრა, ყველაფერი კომბინირება. ესეც კეთდება თქვენთან დენსიტომეტრია, ჩვენთან, ანუ მომხმარებელი თუ პაციენტი რომ მოდის, ყოველთვის ვიცახით, რომ სასურველია რომ გაიაროს ექიმ რეაბილიტოლოგთან, ან ბალნეოთერაპევტთან, ან ფიზიოთერაპევტთან კონსულტაციის შედეგად, ესე ვთქვათ, გამოკითხვის შედეგად ექიმი რასაც ჩათვლის, ეს კვლევები იქნება, ეს სისხლის ანალიზი იქნება, დენსიტომეტრია იქნება. იქიდან გამომდინარე ინდივიდუალურად უდგენს ყველა მომხმარებელს პროგრამას. უნიკალური არის შარკოს შხაპი, წყალქვეშა მასაჟი. წყალქვეშა მასაჟი, ნუ აი აღფრთოვანებული წამოვედი. ეს ყველაფერი კომბინაციაში არის ძალიან კარგი. უნდა გამოვყო აუცილებლად ჰალოთერაპია, ანუ მარილის ოთახი, რაც კანის სტრუქტურისთვის არის ძალიან კარგი, სხვადასხვა დაავადებებისთვისაც ჰაიმორიტი, ფრონტიტი შეიძლება იყოს და მასაჟები. მასაჟი არის, მე ვფიქრობ, ყველასთვის აუცილებელი. ერთადერთი დაწესებულება ვართ საქართველოში, რომელსაც 30 სახეობის მასაჟი გვაქვს, სახის მასაჟი გვაქვს და ყველა იცახის, რომ 30 გამორიცხულია, შეგიძლიათ შეხვიდეთ ჩვენ საიტზე, Facebook-ზე, გვაქვს ცხელი ქვებით, გვაქვს ოთხელში, გვაქვს თაფლით, გვაქვს ფუზით, წიფწით, სამკურნალო,არეაბილიტაციო, აკუპუნქტურა, აკუპრესურა, ეს ჩინური მიმართულებით და ბევრი სახეობის და შემიძლია ვთქვა, რომ ესე ამბიციურ სიტყვად არ ჩამეთვლება, მაგრამ ნამდვილად უნიკალური სპეციალისტები ყავს და ძალიან კარგი სპეციალისტები ყავს. ეგეც მინდა კითხოთ, ეს სპეციალისტები კვალიფიკაციას უმაღლებთ, გადამზადებას უტარებთ, სალომე თუ ესე შერჩევით იყვანთ? დიახ, აი ყველაზე დიდი რესურსი, რაც ჩვენი მხრიდან მიდის მენეჯმენტიდან, შემიძლია ეს თქვა, რომ კადრების კვალიფიკაციის ამაღლება. ჯერ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან ყველა მასაჟისტს აქვს სამედიცინო განათლება და მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, იმიტომ რომ მერწმუნეთ, ახლა ბაზარი გაჯერებული არის არაპროფესიონალებით და არ შეიძლება 3 თვიან კურსებს რო გაივლიან და 1 წლიან კურსებს რო გაივლიან, კოსმეტოლოგი რო გახდებიან და მასაჟისტი რო გახდებიან, არ შეიძლება, ანუ ძალიან კარგად უნდა ფლობდე ადამიანის სხეულს, რომ სწორად მართო. ხშირი შემთხვევები ყოფილა, რომ მისულა როგორც მომხმარებელი უბრალოდ სარელაქსაციო მასაჟზე და იქიდან გამოსულა
მოსულა პაციენტი და უზიანებია სხვადასხვა მიმართულება. ამიტომ ჩვენ დიახ ძალიან დიდ რესურსს ვდებთ. როგორც აღნიშნე, უნდა ქონდეს შესაბამისი სამედიცინო განათლება და ისედაც არა მარტო სამედიცინო განათლება, შეიძლება ადამიანმა მიიღოს განათლება 30 წლის წინ და ბაზარი იმდენად სწრაფად ვითარდება, იმდენად ახალი მოთხოვნები არის ჩვენც მომხმარებლების და პაციენტების ბევრად მომთხოვნები ვხდებით, ამიტომ ჭირდება გადამზადება. ვცდილობთ, რომ 6 თვეში ერთხელ გავუშვათ უცხოეთში კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ყოველ 3 თვეში ერთხელ სხვადასხვა მიმართულებით ჩამოყავს სპეციალისტები, რომ მოხდეს ახალი ტექნოლოგიების შესწავლა, ახალი მიმართულების და დიახ ამბიციურად შეიძლება ჩამითვალოთ, მაგრამ ვიტყვი, რომ საუკეთესო სპეციალისტები გვყავს სხვადასხვა მიმართულებით. ეხლა მშრალი გაჭიმა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ბაზარზე საკმაოდ ბევრი არის, მაგრამ კისრის ტრაქციას, ესე ვთქვათ, კისრის გაჭიმას ვერავინ ვერ აკეთებენ, მხოლოდ ჩვენთან კეთდება ეს პროცედურა, ეს არის ძვალსახსროვანი სისტემის მიმართულების და ეხლა უკვე ისეთი პერიოდი არის, უმრავლესობას გვაქვს ჯდომითი სამსახური და აქტიურად, ესე ვთქვათ, ვერ ვარ და ამიტომ აუცილებელი არის ჩვენი პროცედურები და არ მინდა დამავიწყდეს და აღვნიშნო, ესეც მხოლოდ ჩვენთან კეთდება ეხლა ბალნეოთერაპია, კურორტოლოგია უნიკალური მიმართულება არის, შემიძლია ეს თამამად თქვა, მაგრამ ყველა წყლის პროცედურა ჩვენთან კეთდება მინერალური წყლით, რაც გაცილებით ეფექტური არის, გოგირდის წყალით. დიახ, ეს შარკოშხაპი არის, წყალქვეშა არის, თალასოვიში არის, წყალქვეშა გაჭიმოები არის, გოგირდის ინდივიდუალური აბაზანები არის. იმიტომ გვაქვს კარგი შედეგები, რომ ჩვენთან მოდიან პაციენტები და შემდეგ გვიბრუნდებიან როგორც მომხმარებლები, რაც მინდა ვთქვა, რომ ეს ჩემთვის ძალიან დიდი კომპლიმენტი არის. კიდევ მე რამდენად ვიცი, მე არ ჩამიტარებია ღვინის აბაზანებიც გაქვთ. დიახ. ეს უკვე მსოფლიო მაღიარა, რომ ღვინო არის ქართული და ღვინის სამშობლო არის საქართველო. ამიტომ მოთხოვნიდან გამომდინარე, გავაკეთეთ ღვინის საფერავის ღვინის აბაზანა. ეგ როგორ არ ვიცოდი, კიდევ უნდა დამპატიმროთ. აუცილებლად გეპატიჟებით, ეს პროცედურა არის თბილ აბაზანაში წვება, ესე ვთქვათ, მომხმარებელი 20-25 წლის 20-25 წუთის განმავლობაში. შემდეგ ესე ვთქვათ, დაწვება სპეციალურ ტაფჩანზე და უკეთებთ ფუზით ან წიბწით მასაჟს. წიბწა ეს არის ყურძნის კურკა და მართლა უნიკალური არის ეს კანის რეგენერაციისთვის, დატენიანებისთვის, სისხლის მიმოქცევისთვის მასაჟი ისედაც უნიკალური არის და ეს კომბინაციაში აი მართლა ძალიან ეს ფუფუნება არის შემიძლია როგორც კლეოპატრას აბაზანები, ალბათ კანს საოცრებას უშვება ეს საფერავის ღვინო. კი, ნამდვილად აი ძალიან კარგი შედეგები არის და მე მგონი მე რამდენადაც ვიცი ტურისტებს ძალიან მოწონთ ეს უცხოელ ტურისტებს და ბევრი გსტუმრობთ. კი, საკმაოდ ბევრი გსტუმრობს, იმიტომ რომ პირველი ტურისტი საქართველოში რო ჩამოდის, ინფორმაციას ფლობენ, რომ ღვინის ქვეყანა ჩვენ ვართ, ამიტომ სურთ, რომ ეს პროცედურა ჩაიტარონ. ხშირად ითხოვენ ხოლმე ღვინოსაც ხო არ დაგვალევინებ, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერჯერობით არა. ვიცი, უნდა გქონდეთ სადეგუსტაციოც კი, იმდენად სილამაზე გაქვთ და იმდენად კარგია. ძალიან დიდი მადლობა. ეხლა რაც შეიძლება რა შევეხოთ წონის პრობლემასაც, იმიტომ რომ ჩვენ მსმენელს ძალიან აინტერესებს. აი წონის კორექციასთან დაკავშირებით რომელი პროცედურები გაქვთ ხოლმე? 40-50 წლის მერე ქალებს ესე ვთქვათ, უმრავლესობას ამის პრობლემა გვაქვს, განსაკუთრებით ქართველებს, იმიტომ რომ იმდენად გემრიელი სამზარეულო გვაქვს, რომ ესე ვთქვათ, გვინდა არ გვინდა, მაინც ვიმატებთ წონაში. თქვენზე ამას ვერ ვიტყვით, იდეალურად გამოიყურებით, მაგრამ სულ მინდა კითხოთ, ალბათ თქვენც იტარებთ თუ თქვენ საოცარ პროცედურებს. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ ადამიანი ჩვენთან ერთხელ რომ მოვა დამოკიდებული ხდება, იმიტომ რომ ერთ სივრცეში შეგიძლია ყველა მომსახურება. რაც შეეხება წონის კლებას, რა თქმა უნდა, წონის კლებასთანაც დაკავშირებით სასურველია რომ გაიაროს ნუტრიციოლოგთან ან ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია პაციენტმა, იმიტომ რომ იქ უნდა გამოირიცხოს რამე თანხლები დაავადებები ხომ არ აქვს. თუმცა თუ რაღაცა ამ პრობლემას აქვს, ესე ვთქვათ, კომბინაციაში ორივეზე მკურნალობთ, ესე ვთქვათ. უნიკალური არის, აუცილებლად ვარჯიშები ჩვენ ყველა მომხმარებელს ვეუბნებით, რომ
თუ არ ივარჯიშებენ, ვერ მიაღწევენ სასურველ შედეგს. ნუტრიციოლოგი ერთვება თავისი მიმართულებით, რომ გაუწეროს ინდივიდუალურად ჯანსაღი კვება, სწორი ნორმალური კვება, რაც აუცილებელი არის. ასევე ჩართული არის პროგრამაში ვატარებთ ტალახის აპლიკაციას, ვულკანური წარმოშობის ტალახის შეფუთვები შეიძლება იყოს, შეიძლება აპლიკაციები იყოს კონკრეტულ პრობლემატურ ზონაზე და ხელს უწყობს ამ წონის კლებს. ტალახი ეს არის სითბური პროცედურა, იმიტომ რომ ეს ცელულიტი, რაც ქალებს უმრავლესობას ეს პრობლემა გაგვაჩნია, სითბური პროცედურებით, ესე ვთქვათ, ამ ცელულიტის შეგროვებული ცხიმის დაშლა. მე აუცილებლად ვაკეთებთ შარკოშ ხაბს. შარკოშ ხაბს, ესე ვთქვათ, ქალები არიან საცურაო კოსტუმში. კი, მე გავიკეთე თვითონ და არის არაჩვეულებრივი ეს შარკო. დიახ, შემსრულებელი ხედავს, რომ სად აქვს პრობლემა, ესე ვთქვათ, და ამ ცელულიტის უკვე შარკოს შხაპით ხდება დაშლა უკვე. ჯერ ხო გალღობა და სითბური პროცედურით მე იწყება. დაშლა, ესე ვთქვათ. და აუცილებლად ვაკეთებთ მე ლიმფოდრენაჟ მასაჟს, იმიტომ რომ ეს ცხიმები უნდა გამოიდევნოს ორგანიზმიდან. თან ხელით რო კეთდება, არის აპარატურითაც გვაქვს ჩვენ რაღაც ესე ვთქვათ აპარატურა, მაგრამ ხელით უნიკალური არის, იმიტომ რომ ყავს პროფესიონალები, როგორც აღვნიშნე და გრძნობენ სად არის ცხიმგროვები და ხდება ლიმფოდრენაჟ მასაჟით, ესე ვთქვათ, ამ ცხიმების გამოდევნა ორგანიზმში. თან აუცილებელი არის, ახლა ხშირად წონაში ვინც იკლებს 10-15-20 კილო რო დაიკლებს, ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის, ხდება კანის ჩამოწევა. ამიტომ ჩვენი მასაჟით კეთდება, ესე ვთქვათ, რომ ეს პრობლემა არ შეიქმნას. რო გავხდებით და რასაც ესე იგი მთლიანად ამ რამოდენიმე პროცედურით იქიდან გამოყოფა და ჰიდროკოლონოთერაპია. ჰიდროკოლონოთერაპია ეს არის კუჭნაწლავის ღრმა გამორეცხვა. ეს როგორც ჭარბიცონისთვის, ასევე ვისაც კუჭნაწლავის პრობლემა აქვს, დიახ, ამ მიმართულებითაც ეს არის იცით როგორი პროცედურა ყველასთვის. ანუ ჭარბიცონა, გამხდარი არის, ის დეტოქსი არის, კანის სტრუქტურისთვის უნიკალური არის, იმიტომ რომ ეს ორგანიზმში რაც ესე ვთქვათ, ნაგავია შლაკები, ყველაფერი გამოიდევნება ორგანიზმიდან, ამიტომ 3-დან 6 პროცედურამდე წელიწადში ყველამ უნდა ჩაიტაროს. და ზოგადად ეს წონის კლების პროცედურები, აი რამდენია საჭირო კურსი, თუ ამას სპეციალისტი ინდივიდუალურად არის, მაგრამ სასურველი არის 10-15 პროცედურა ჩავიტაროთ, რომ შედეგით კმაყოფილები და თან ყველაზე ხელმისაწვდომობაზეც რომ თქვათ, აი როგორი ბიუჯეტით უნდა მოვიდეს, თქვათ, ადამიანი მესმის, რომ ხა ეს ცოტა ფუფუნებაა და ესე ვერ იქნება მთლად ეცეთ რა სამედიცინო მიმართულებით საკმაოდ დაბალი ფასები გვაქვს, მაგალითად ფიზიოპროცედურები იწყება 15 ლარიდან, 20 ლარიდან იწყება, ანუ ბავშვთა პროგრამები გვაქვს, მაგალითად სკოლიოზის მიმართულება და ორიენტირებულები ვართ და ჩვენ ვითვალისწინებთ ჩვენი მოსახლეობის, ესე ვთქვათ, აზრს და შესაძლებლობებს. პირობითად მასაჟი თუ ღერს 60 ლარი და ვარჯიში, რაც ბავშვისთვის აუცილებელია 50 ლარი, ორივე ერთად 100 ლარი მერწმუნეთ საკმაოდ ისეთი დიდი თანხა არის. ამიტომ ჩვენ გვაქვს ბავშვთა პროგრამა, ვარჯიში და მასაჟი ორივე ერთად ღირს 60 ლარი და ყოველთვის მშობელს ვეუბნებით, რომ ძალიან გთხოვთ დაესწარით პროცედურას, იმიტომ რომ მასაჟს თქვენ ვერ გაუკეთებთ, მაგრამ ვარჯიშს ისწავლით ერთხელ, ორჯერ, სამჯერ რო შეხედავთ, ვაძლევთ უფლებას, რომ ვიდეოთი გადაიღონ, იმიტომ რომ ესე ვერ იმახსოვრებენ, ვიდეო აუცილებელი არის, ჩაიწერონ ტელეფონში და სახლში გააგრძელეთ თქვენ თვითონ, რომ აი ვცდილობთ ყველანაირად ხელს უწყობთ, რა კარგია და კიდევ აი მე როგორც ვიცი, ინკლუზიურ ბავშვებსაც იღებთ და მათთვის განკუთვნილი რაღაც პროგრამები გაქვთ, ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ რა ვიცი, მე არ მინახავს, რომ სპა ცენტრი ესეთ ბავშვებს იღებდეს და აი მაგაზეც რო გითხრათ, ცალმე როგორ კარგ და კეთილ საქმეს აკეთებთ. რეაბილიტაცია, აბილიტაცია გვაქვს და ესე ვთქვათ, ამ მიმართულებით საკმაოდ აქაც რა თქმა უნდა ძალიან კარგი სპეციალისტები გვყავს. ძალიან კარგი შედეგები აქვთ წყალში ვარჯიშებს, იმიტომ რომ ბავშვებს ძალიან უყვართ წყალში და ზოგადად შედეგსაც ძალიან კარგს იღებენ. გვყავს მასაჟისტები, გვყავს ვარჯიში მიმდინარეობს, არის ქცევის თერაპევტი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, საკმაოდ ფართო სპექტრითაც ამ მიმართულებაშიც ესე ვართ.
ეხლა ცოტა შევეხოთ კოსმეტიკურ პროცედურებს, როგორც ვიცით, სახის კოსმეტიკური პროცედურები გაქვთ რაღაც ფრანგული ბრენდი ჯინოს პროდუქცია კი ბატონო. არა მარტო ჯინოს, სხვა ბევრი პროდუქცია გვაქვს, ძირითადად ფრანგული და შვეიცარიული პროდუქცია გვაქვს, ესე ვთქვათ. ვაკეთებთ ბოტოქსი, ფილერი, სახის წმენდები, ბიორევიტალიზაცია, დამატენიანებელი, სხვადასხვა პროცედურები, როგორც აპარატურული მიმართულებით, ასე ვთქვათ, არააპარატურული მიმართულებით და ყოველთვის ვრთავთ სახის მასაჟსაც. როგორც თქვენ აღნიშნეთ, თქვენ ჩაიტარეთ მიოლიფტინგური მასაჟი, ასევე ბუკალური არის ძალიან კარგი, ეს ნაოჭების საწინააღმდეგო მასაჟი, რა თქმა უნდა, კარგი არის თქვათ ბოტოქსი ყველაფერი, მაგრამ ხანგრძლივად რო იყოს, ესე ვთქვათ, და უკეთესი შედეგი რო ქონდეს, მასაჟები და დამატენიანებელი პროცედურები აუცილებელი არის, განსაკუთრებით სეზონი გვეწყება რუჯის და ჩვენ ძალიან გვიყვარს ყველას. რუჯი კანი იწყებს გამოშრობას, ესე ვთქვათ, 25 წლის მერე უკვე კოლაგენი გალევას იწყებს ორგანიზმისთვის, ამიტომ აუცილებელი არის კანისთვის დატენიანება და მასაჟი არის მართლა უნიკალური, სრული პასუხისგებლობით შემეძლია ვთქვა, რომ 10 პროცედურის მერე კვირაში ერთხელ, 10 დღეში ერთხელ ვინც იკეთებს მასაჟს, კანი ბევრად ჯანსაღი და ჯანმრთელი არის და ხელს უშლის, ესე ვთქვათ, ნაოჭების გამრავლებას და ტენიანდება კარგად. ანუ ეს შენარჩუნებაზეც მე ამ კურსის მერე შენარჩუნებაზე რამდენ ხანში ერთხელ უნდა მოვიდეთ? კვირაში ერთხელ, 10 დღეში ერთხელ ძალიან კარგი. აი მე მაგალითად როცა ვცდილობ მე მივდივარ ამ ტელევიზიიდან ეს იმ დღეს ჩავიტარო ეს პროცედურა, იმიტომ რომ სახე სხვანაირად აჭიმული არის, ესე ვთქვა და სხვანაირად ბზინავს, როცა ღრმად კარგად არის დატენიანი. კი, მართლა საოცარი მასაჟები. ეხლა მინდა კითხოთ სალომე, აი თუ აპირებთ რომ კიდევ რაღა უნდა დაამატოთ, მეტი აღარ ვიცი, მაგრამ თუ აპირებთ რომ კიდევ განავითაროთ, კიდე რამე პროცედურები დაამატოთ, მომავალს რა გეგმები გაქვთ? დიახ, ვაპირებთ და მიდის ეხლა აქტიურად მუშაობა. წელიწად ნახევარში უკვე დავასრულებთ სასტუმროს, სასტუმრო გვექნება 100 ნომრიანი. რა სამბობთ, იმავე ტერიტორიაზე? დიახ, იმავე ტერიტორიაზე, უკვე ესეთი თითქმის ბოლოსკენ ვართ გასული და მარჯვენა მხარეს ვაკეთებთ უკვე ლაქშერი სპას, ანუ სოფლიოში არსებული ყველა არა, მაგრამ ყველაზე მოთხოვნადი სპა მიმართულება. რა ვიცი, მე თქვენი ისედაც ლაქშერად მომეჩვენად, მაგაზე ლაქშერი რაღა უნდა. კიდევ უფრო უკეთესი იქნება. და ეს მთლიანად პროექტი დასრულდება 2 წელიწადში. დაემატება რამოდენიმე სასტუმრო, რესტორანი უკაცრავად, იქნება ევროპული, იქნება ესე ვთქვათ, ქართული აუცილებლად და აუცილებლად იქნება healthy but tasty, იმიტომ რომ ხშირად როცა ჯანსაღყვებაზე ვართ, ყველა ვიძახით, რომ აი გემრიელად ვერ ვჭამთ, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში იქნება გამონაკლისი, ეს იქნება ჯანსაღი, მაგრამ იქნება ძალიან გემრიელი. ამასთან დაკავშირებით გვყავს უცხოური ექსპერტები, როგორც ვთქვათ, ესე ვთქვათ, სასტუმროს კონცეფციის მიმართულებით, ადამიანი პირდაპირ ჩამოვა, ჩაიტარებს პროცედურებს, იქვე იცხოვრებს, იქვე ჯანსაღად იკვებება, ვაიმე რა მაგარია. როგორც ევროპაში არის, აი ესე იქნება, თან ბევრად კომფორტული არის, როცა ვთქვათ, რეაბილიტაციისთვის სამკურნალოდ ჩამოდის თუ უბრალოდ თბილისის მოსანახულებლად ერთ სივრცეში რო ექნება სასტუმრო, საცხოვრებელი და ასევე სხვადასხვა მიმართულება. დიახ, ვითარდებით, ვიზრდებით, ჩვენ სწავლობთ ეტაპობრივად. ჩვენ მსმენელს და მაყურებელს, რომ მოვუყვეთ, სად მდებარეობს ეს საოცარი ჩვენი ბალნეოლოგიური სპა კურორტი, ანუ ისტორიულ ადგილას, აი მაგაზეც რო გითხრათ სალომე. დიახ, ესე იგი ვახტანგ გორგასლის 9 ნომერი თბილისში, ძველი თბილისი, აბანო თუბანი არის და ტურისტებისთვისაც იმიტომ არის მიმზიდველი, რომ აეროპორტიდან სულ რაღაც 18 კილომეტრში არის და ნუ ჩვენთვის თბილისელებისთვის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველა მხრივ მარტივად მოსასვლელი ადგილი არის და მე მგონი შეუმჩნეველიც არავისთვის არ არის, ვინც კი გაივლის, რომ ესეთი უნიკალური დიდი კოლონებით ლამაზი შენობა, ლამაზი საოცარი შიდა ეზო გაქვთ, ეგეც უნდა აღნიშნოთ. ანუ ამ შიდა ეზოს ესევე ტოვებთ, ხო? არ გადააკეთებთ. ერთი ეზო იქნება ვტოვებთ, მეორე მხარეს ვაკეთებთ ორანჟერია, სადაც რესტორანი იქნება და იქნება მინებით გადახურული, უკანაც გვაქვს დიდი ეზო,
შენობა ძალიან ლამაზია. ძალიან ულამაზესია. შენობაც ულამაზესია, დირექტორიც ულამაზესია და ვაიმე უღრმესი მადლობა რომ დღეს იყავით ჩემი სტუმარი და ესე ამომწურავად გაგვაცანით თქვენი მომავალი გეგმები, არსებული პროცედურები და აუცილებლად კიდევ უნდა დაგპატიჟოთ ახალი სიახლეებით. დიდი მადლობა ნათია, მადლობა. მადლობთ. მე კი დავემშვიდობები ჩემს მსმენელს და ასევე მაყურებელს ერთად და შეგახსენებთ, რომ ჩვენი რადიო სივრცის მოსმენა შეგიძლიათ FM სიხშირეზე 98.5 და კახეთში 102.3.